კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3 საათზე, ახალ ამბებს ანუკა ბუავა გაგაცნოთ. შუა და ერეფნის უალტერნატივო ღერძი საქართველოს, რომელიც ევროკავშირს ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ევროკომისია 2026 წლის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტი გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალურმა დირექტორმა შეიმუშავა ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ციფრული სექტორი და დაკავშირებადობა, ენერგეტიკა, რბილი ინფრასტრუქტურა და სტანდარტები. რეგიონთა შორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის განვითარების დოკუმენტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად არის მოაზრებული. სტრატეგიულ პრიორიტეტად დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ფლაგმანური პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც დოკუმენტის თანახმად ელექტროენერგიის გადაცემის მთავარ გზად განიხილება. საქართველოს როგორც რეგიონული ციფრული ჰაბი მონაცემთა უსაფრთხო და სწრაფ მიმოცვლას უზრუნველყოფს. ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და მწვანე ენერგიის ექსპორტი კი ევროკავშირისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის მთავარი მოტივატორია. ევროკომისიისთვის საქართველოს შუადერეფანია კარიბჭე და რეგიონული ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბი. ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობასა და პოტენციალზეა საუბარი, არის რეკომენდაციებიც, რა წერია კვლევაში და რა გამოხმაურებები მოხდა თბილისში. თამარ თათარაშვილია თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თუ ამ დრომდე არსებობს კითხვები საქართველოს ეკონომიკურ თუ სავაჭრო პოტენციალზე, ამ კითხვებზე პასუხი ვრცლად არის მოცემული და გაცემული ასევე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში. დოკუმენტი, რომელიც არის 75 გვერდიანი, სადაც საქართველოს ზუსტად 86-ჯერ არის ნახსენები. ევროკომისია ამ დოკუმენტში თავად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა ეს არის ბუნებრივი კარიბჭე, უმოკლესი გზა და მარშრუტი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ამ კვლევაში არის ასევე ცალსახად ნათქვამი ისიც, რომ საქართველოში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ასევე ევროპის ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილურობა და ასევე კიბერუსაფრთხოებაც. ამ კვლევაში ბევრი არის ნათქვამი იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს და რომელსაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, მას ახორციელებს სახელმწიფო. ამ პროექტის განხორციელება არის აქტიურ ფაზაში და ვიცით, რომ მეორე ფაზა დასრულდება 2029 წლისთვის და ამ დროისთვის უკვე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შეძლებს 600,000 კონტეინერის მიღებას. ამ პროექტის მთავარი მიზანი კი არის დაკავშირებადობის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რომ ევროპა და აზია ტვირთების გატარების მიმართულებით კიდევ უფრო მეტად იყოს დაკავშირებული. საქართველოს კი როგორც მთავარი მოთამაშის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, ამ პროექტის განხორციელების მიხედვით კიდევ უფრო მეტად იზრდება. ამ დოკუმენტში და ანგარიშში ასევე ვრცლად არის საუბარი რკინიგზის მოდერნიზების საკითხზე. მათ შორის ეს არის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. 800 კილომეტრიანი მონაკვეთი და საქართველოს ვიცით, რომ აქტიურად იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. იმ 250 კილომეტრიან მაგისტრალზე, რომელიც არის საქართველოს ტერიტორიაზე და ინფრასტრუქტურული მოწყობა გრძელდება მუდმივად. ამ დოკუმენტში ვრცლად არის საუბარი იმაზეც, რომ საქართველოს უნდა იყოს ლოჯისტიკური ცენტრი. ამ შემთხვევაში მოიაზრება ქუთაისი როგორც ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც არის ყველაზე ახლო ლოკაცია მაგისტრალებთან დაკავშირებადობის მიმართულებით. საბოლოოდ ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელსაც ქვეყანა ბოლო წლებია აქტიურად აქცევს ყურადღებას, სადაც საქართველოს აქვს მთავარი მოთამაშის ფუნქცია, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით არის ერთგვარად წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც საქართველოს როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს. საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ევროპული ქსელის პირდაპირ გაგრძელებად მოიაზრება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სტრატეგიული პრიორიტეტია ევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში. პორტი, რომელიც ჩინური კონსორციუმის მიერ შენდება, გახდება შავი ზღვის რეგიონის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო ვაჭრობაში. სტრატეგიული ინვესტიციები საქართველოს შავი ზღვის პორტებში, როგორიცაა ფოთი და ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, გადამწყვეტია ტვირთების მზარდი მოცულობის სამართავად და დერეფნის გრძელვადიანი სიცოცხლის უნარიანობის უზრუნველსაყოფად. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ახალქალაქის სადგურზე ტვირთების სწრაფად გადატვირთვის თანამედროვე სისტემა დაინერგება. ორი მთავარი ლოჯისტიკური ცენტრი, ქუთაისის ჰაბი, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარ გზატკეცილთანაა განვითარებული და თბილისის ცენტრი, სადაც ტვირთები ეფექტიანად გადანაწილდება. ორივე პროექტი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ცენტრებს მოიცავს. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ჩუმათელეთი-არგვეთის
მონაკვეთი, ზემო ოსიაური ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქობულეთის შემოვლითი გზა, მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობა და მისასვლელი გზების მოდერნიზაცია, როგორც საცობების მოხსნის ნაწილი. საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად ყალიბდება რამდენიმე მიმართულებით. კასპიისა და შავი ზღვის ქვეშ კაბელების გაყვანა აზია-ევროპის დასაკავშირებლად. თბილისში ინტერნეტ გაცვლის ცენტრის შექმნის გეგმა, რომელიც საშუალებას მისცემს ინტერნეტ ტრაფიკი რეგიონშივე დარჩეს და ხარისხს გააუმჯობესებს და ხარჯებს შეამცირებს. ლოგინ ჯორჯია და რედი პროგრამები სოფლად ფართოზოლოვანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სადაც საქართველოს აქვს მოთამაშის ფუნქცია, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი. მას შემდგომ, რაც გეოპოლიტიკური პროცესები წარიმართა მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში, არის არსებული გამოწვევები უსაფრთხოების მიმართულებით, ევროპაც მიხვდა, რომ ერთი კონკრეტული მოთამაშე ვერ იქნებოდა საიმედო დასაყრდენი. სწორედ ამიტომ შეჯერდა არჩევანი საქართველოზე მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე და ჩაისახა იდეა ამ წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა. 1155 მეტრის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი საქართველოს აკავშირებს რუმინეთთან. ამ შემთხვევაში რუმინეთს ეწოდება განახლებული მწვანე ენერგია. თავის მხრივ ამ პროექტის განხორციელების მიხედვით კი საქართველოს როლი კავკასიის რეგიონში, როგორც სატრანზიტო ქვეყნისა, კიდევ უფრო მეტად იზრდება, ხოლო ევროპა კიდევ უფრო მეტად ხდება დამოუკიდებელი ენერგეტიკის მიმართულებით. პროექტი, რომელიც ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს, საქართველოს რეგიონულ ციფრულ ჰაბად აქცევს. პროექტის მთლიანი ღირებულება ენერგეტიკული და ციფრული კომპონენტების ჩათვლით 2.3 მილიარდ ევროს აღწევს. საქართველოს განიხილება როგორც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და მწვანე ენერგიის ექსპორტის რეგიონული ცენტრი. განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალი, მწვანე წყალბადის წარმოება და ექსპორტი, შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტი, მწვანე წყალბადის წარმოება და ექსპორტი ევროპის დეკარბონიზაციას უწყობს ხელს. ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა გულისხმობს ახალი ციფრული საბაჟო სისტემების დანერგვას, რომლებიც ავტომატურად გაცვლის ინფორმაციას ევროკავშირთან. პორტებში ერთიანი ციფრული პლატფორმა შეიქმნება, რომელიც დააკავშირებს პორტს, საბაჟოსა და რკინიგზას, ასევე დაინერგება ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტანდარტი, მათ შორის მონაცემთა დაცვისა და 5G ქსელის უსაფრთხოების სისტემები. ევროკომისიისთვის საქართველოს შუა დერეფანია, კარიბჭე და რეგიონული ენერგეტიკული თუ ციფრული ჰაბი, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობის სტაბილურობაზე პირდაპირ აისახება. დოკუმენტს უკვე გაეცნენ თბილისში. საპარლამენტო უმრავლესობაში უკვე გამოეხმაურნენ აღნიშნულ კვლევას, სადაც ბევრი არის ნათქვამი მასშტაბურ პროექტებთან დაკავშირებით და თქვეს, რომ აღნიშნულ დოკუმენტს ასევე ურჩევენ, რომ გაეცნენ მათ შორის ცალკეული ევრობიუროკრატები, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს. აცხადებენ უმრავლესობაში იმასაც, რომ როდესაც დაკავშირებადობაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე არის საუბარი, მნიშვნელოვანია, რომ ყურად იყონ მათ შორის საქართველოს როლი, მისი სტრატეგიული მდებარეობა. ამ შემთხვევაში საქართველოს კი როგორც სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, ყოველთვის მზად არის მსგავსი სახის დიალოგისთვის ევროკავშირთან. ეს კვლევა ნამდვილად ბევრ რაღაცაზე მიუთითებს და უპირველესად იმაზე, რომ პოლიტიკოსებმა თუ ზოგიერთმა ბრიუსელის მაღალჩინოსანმა რა პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკაც არ უნდა წარმართოს საქართველოსადმი, გეოგრაფიას ვერავინ ვერ უგულებელყოფს და როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ევროკავშირის ურთიერთობებზე ცენტრალურ აზიასთან, დასავლეთის და აღმოსავლეთის დაკავშირებას, შუა კორიდორს, აქ საქართველოს აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა და როლი და ადგილი ამ პროცესში. ამიტომ ეს არის საუკეთესო პასუხი მათსავე ხელმძღვანელებზე და ასევე ჩვენი აზრით ეს არის ძალიან კარგი პირველი ნაბიჯი იმისკენ, მოწოდებისკენ, ასე ვთქვათ, ბრიუსელისთვის, რომ აუცილებელია საქართველოსთან დიალოგი, თუ მათ სურთ დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირება, თუ მათ სურთ ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების აწყობა ერთის მხრივ ევროკავშირს და მეორეს მხრივ ცენტრალურ აზიასა და თუ ჩინეთს შორის. ევროკომისიამ ვრცელი ანგარიში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტი არის 75 გვერდიანი, საქართველოს კი მაშინ ახსენები არის ზუსტად 86 ჯერ. ამ დოკუმენტში, როგორც უკვე ვთქვით, საუბარი არის ჩვენი ქვეყნის როლზე, რომელსაც აქვს დიდი მნიშვნელობა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და დაკავშირებადობის მიმართულებით. მადლობა თამარ თათარაშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საჯარო დებატები ფასების რეგულირებაზე მთავრობის მეთაური და ეკონომიკის მინისტრი ოპონენტების პირისპირ ხვალ რუსთავი 2-ის ეთერში დასხდებიან. დისკუსიაში ერთვებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც. პოზიცია ისევ შეცვალა გახარიას პარტიამ მათ გადაცემის გუნდს აცნობას, რომ წინა დებატებისგან განსხვავებით ორშაბათს დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ. სურსათი, მედიკამენტები და საწვავი პოლიტიკური დებატები მთლიანად ფასების რეგულირების თემას დაეთმობენ.
მოსახლეობა. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე საზოგადოებას პასუხები პირველი პირებისგან ჰქონდეს და ამას პრემიერის დებატებში მონაწილეობაც ადასტურებს. სიამოვნებით მიიღებ დისკუსიაში მონაწილეობას, მით უმეტეს რომ პრემიერი იქნება, რომელიც ინიციატივა დააყენა, ჩემით არასწორი, იმიტომ რომ არასწორი მიმართულებით მიდის მთავრობა, მაგრამ მათ შორის ასეთი დებატები იმიტომაც არის, რომ შეცდომები დავანახოთ ერთმანეთს. თუ ეს დებატები გაგრძელდება ზოგადად, იმედია ზოგადად სხვა პრობლემებზეც, ასე ვთქვათ, ამორჩეულს უკეთესი წარმოდგენა ექნება და ჩვენი პოლიტიკა უფრო ჯანსაღი გახდება. დებატები ძალიან მნიშვნელოვანია და ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა დებატებთან დაკავშირებით, იყო ძალიან დროული. ვინაიდან საზოგადოებაში არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც საჭიროებს განხილვას და საჭიროებს ჯანსაღ დისკუსიას. ჩვენ თავშივე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დისკუსია და დებატები იმ რადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც იმართებიან გარედან, რომელთაც არ აქვთ საკუთარი პოზიცია და შეუძლებელია ჩვენ ისინი განვიხილოთ ოპონენტებად. შესაბამისად, ჩვენთვის ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ბედი, აწუხებს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემები, ჩვენთვის მისაღებია მათთან საუბარი, მათთან დისკუსია და ჩვენ ამისთვის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ. საჯარო დებატების პარალელურად ფასების რეგულირების საკითხზე მუშაობას განაგრძობს საპარლამენტო კომისია. დებულება დამტკიცებულია, სამუშაო სხდომები პარლამენტში მომავალი კვირიდან იწყება. კომისიის მიზანია შეისწავლოს სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის მიზეზები, მოხდეს პრობლემების იდენტიფიცირება და ფასების კორექტირების მექანიზმების შეფასება. კომისიას, რომელიც 14 წევრისგან შედგება, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასების კორექტირებაზე პრემიერის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომისიამ შეხვედრები თითოეული დარგის წარმომადგენელთან უკვე გამართა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. სპეციალური კომისია ფასების შესწავლასთან დაკავშირებით უკვე მომავალ კვირაში დაიწყებს მუშაობას და ჩვენ რა თქმა უნდა ყველა მხარეს მოусმენთ, მათ შორის წარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მარკეტების ქსელის წარმომადგენლებს და ეს გვჭირდება იმისათვის, რომ ზუსტად გამოვიკვლიოთ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები და გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ზოგიერთი ეკონომიკური აქტორების მიერ მონოპოლიური ძალაუფლების დამყარებას და შემდგომში ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც პირველ რიგში მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, მაღალი ფასების საშუალებით. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად კონკრეტულ პროდუქტებზე მოხდეს ფასების დარეგულირება. სასიამოვნოა ისიც, რომ ამ მოლაპარაკებებში, კონსულტაციებში ჩართულია ბიზნეს სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები და საბოლოო შედეგი ფასების შემცირება, რაც იყო დაანონსებული, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადებები და სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიზნესში არ ვერევით, ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, დამოუკიდებელი, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიზნესს. შევქმნათ ისეთი გარემო, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს სასიამოვნო პროცესი და იყოს ხელშეუხებელი ბიზნესის მიმართულება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზეს სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად ოქროს მედლისთვის დაწესებული ჯილდო 1 მილიონი ლარი, ვერცხლის მედლისთვის 500.000, ბრინჯაოს მედლისთვის კი 300.000 ლარი იქნება. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სპორტში ასპარეზობენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშების პარალელურად მილანში საპროტესტო აქციაზე 3,000 ადამიანი იმყოფებოდა. დემონსტრანტები ადგილზე ბანერებით მივიდნენ და ოლიმპიური თამაშების შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი სამართალდამცველებს პიროტექნიკას და ქვებს ესროდა. პოლიციამ კი დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. იტალიაში აცხადებენ, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას რკინიგზის ქსელზე თავდასხმებმა რეგიონში მძიმე სატრანსპორტო ქაოსი გამოიწვია. პოლიციამ სარკინიგზო ხაზების დაზიანების 3 ცალკეული შემთხვევა გამოავლინა, რომელიც ოლიმპიურ თამაშებთანაა დაკავშირებული. ხანძარი გაჩნდა ბოლონიასა და ვენეციას შორის არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე, რამაც 2 საათის შეფერხება გამოიწვია. პოლიციამ მოგვიანებით მიმდებარე ადგილებში გაწყვეტილი კაბელები და ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა. სატრანსპორტო სამინისტრომ კი ეს ფაქტი
ფაქტები დივერსიის სერიოზულ აქტად შეაფასა. ამერიკული მხარე გვთავაზობს, რომ ომი ივნისამდე დასრულდეს და სავარაუდოდ მხარეებზე ზეწოლას ამ გრაფიკის დაცვით მოახდენენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის უფრო მნიშვნელოვანია კონგრესის მოახლოებული შუალედური არჩევნები და განწყობების ცვლილება მათ საზოგადოებაში. შესაბამისად, ვაშინგტონი მთელ დროს შიდა პროცესებს დაუთმობს. შტატებს ომის დასრულება ზაფხულამდე სურს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში ბოლო მოლაპარაკებების დროს კვლავ ვერ მოხერხდა შეთანხმება ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხებზე. დასრულდება თუ არა ომის ზაფხულამდე ჯერ უცნობია, მანამდე კი რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე მასშტაბურ თავდასხმებს. კიევის რეგიონში საჰაერო იერიში განხორციელდა ლოჯისტიკურ ცენტრზე, რამაც დედაქალაქიდან 100 კილომეტრის დაშორებით მდებარე საწყობში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით განხორციელებულ თავდასხმაში 400-ზე მეტი დრონი და სხვადასხვა ტიპის 40-მდე რაკეტა იყო ჩართული. საჰაერო დარტყმები განხორციელდა უკრაინის დასავლეთ რეგიონებში არსებულ 2 თბოელექტროსადგურსა და ელექტროენერგიის განაწილების ქსელზეც. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ელექტროსისტემაზე დარტყმები დროს შეემთხვევა უკრაინაში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას, უახლოეს დღეების ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაეცემა. რუსულმა სამხედრო ძალებმა საცხოვრებელ დასახლებებს დაარტყეს. ხერსონში თავდასხმის შედეგად დაშავდა 8 ადამიანი. მიმდინარე ომის პარალელურად უკრაინა მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშეა. თუ კიევი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ქვეყანას ფინანსური კატასტროფა ემუქრება. ეს განცხადება უკრაინის უმაღლესი რადა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დანილო გეტმანცევმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინა საერთაშორისო დაფინანსების გარეშე დარჩენის რისკის წინაშეა, რამაც შესაძლოა უახლოეს თვეებში სოციალური გადახდების შეჩერება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ფონდის პროგრამის პირობები არ დაკმაყოფილდება, ტრანში არ გაიცემა და შედეგები რიგით მოქალაქეებზე აისახება. საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მოსალოდნელ ფინანსურ საფრთხეებზე მას შემდეგ საუბრობს, რაც რადამ ვერ შეძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოთხოვნილი რიგი კანონების კენჭისყრაზე გატანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ჩვენ 8.5 მილიარდი უნდა მივიღოთ. ეს არის ჯამში ის, რასაც ვიღებთ. ყველა სხვა დანარჩენი თანხა მიბმულია სავალუტო ფონდის პროგრამასთან და ის, რომ უკრაინამ შეიძლება ისინი ვერ მიიღოს, ეს რეალობაა. სხვათა შორის მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, პირველ რიგში მათ, ვინც უმაღლეს რადაში აკრიტიკებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. ჩვენ სავალუტო ფონდის პროგრამის ჩაშლის ზღვარზე ვართ და ფინანსური კატასტროფა მოხდება თუ არ შევასრულებთ ამ ვალდებულებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე. ეს ყველასთვის ცუდი იქნება. რომ არა ბორის ჯონსონი რუსეთ-უკრაინის ომი ჯერ კიდევ 2022 წელს დასრულდებოდა. ამ შინაარსის განცხადება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ჩეხურ ტელეკომპანიასთან ყოველკვირეულ თოქ-შოუში სტუმრობისას განაცხადა. ანდრეი ბაბიშის თქმით, უკრაინის ომის თავიდან აცილება ან ადრეულ ეტაპზე დასრულება შესაძლებელი იყო დიპლომატიური გზით. ის მიუთითებს 2022 წლის მარტის სტამბოლის მოლაპარაკებებზე, სადაც მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან, თუმცა ბორის ჯონსონის ჩარევამ და უკრაინისადმი მოწოდებამ, რომ ბრძოლა გაეგრძელებინათ, ხელი შეუშალა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რასაც შემდეგ კონფლიქტის გაღრმავება მოყვა. ქვეყნები 2022 წელს სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან მაქსიმალურად ახლოს იყვნენ, თუმცა პროცესი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. სწორედ ამის შემდეგ მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა. საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესაძლებლობასთან ერთად. ვიმედოვნებ, რომ ახლა ომის დასრულება შესაძლებელია. მოლაპარაკებები ინტენსიურია, მაგრამ მე მაქვს განცდა, რომ ევროპა ამას ტრამპის გარეშე ვერ შეძლებს. ვაშინგტონს ორ კვირაში უნგრეთის პრემიერი ეწევა. ვიქტორ ორბანის თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს მშვიდობის საბჭოს შეხვედრაში. ამასთან უნგრეთის პრემიერმა ომის საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. ევროკავშირმა ომის ეკონომიკაზე გადასვლა გამოაცხადა, ამიტომ 2026-30 წლების პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე საშიში იქნება. 2026 წელი ომამდე ბოლო არჩევნებია, ამიტომ ჩვენ ომის საწინააღმდეგო მიტინგებს ვატარებთ, განაცხადა ვიქტორ ორბანმა და თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე უნგრეთის ეკონომიკისთვის განკუთვნილი ფულის წართმევა და უკრაინისთვის გადაცემა იქნება.
კლინტონ elnök úr. უკრაინელები 1.5 ტრილიონ დოლარს ითხოვენ, რაც ჩვენს ფულსაც მოიცავს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსებთან შეთანხმების გარეშე თუ ევროკავშირის ერთი ჯარისკაცი მაინც გამოჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ომში შევედით და ევროკავშირის ხელმძღვანელობა არ იქნება კმაყოფილი კავშირის, მხოლოდ ნახევრის ომში მონაწილეობით. ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში. სწორედ ამიტომ არის ბრიუსელი ჩვენი მთავარი ოპონენტი და არა პარტია ტისა, რომელსაც 27 წევრი ჰყავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ურანის გამდიდრების პროგრამას არ შეწყვეტენ. ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ვამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე, მაშინაც კი თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ. იმიტომ რომ არავის აქვს უფლება გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ, განაცხადა აბას არაღჩი. მისივე თქმით, ამერიკის მიერ სპარსეთის ყურეში ავიამზიდების განლაგება ირანს არ აშინებს. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩი ომანში ამერიკის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ, ასევე არაღჩიმ აღნიშნა, რომ ამერიკასთან ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის. ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე, მაშინაც კი თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ. იმიტომ რომ არავის აქვს უფლება გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ. ამერიკის მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს. ბერლინში ირანელი ხალხის მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა პოლიციის ცნობით დაახლოებით 10,000 ადამიანი თეირანის ავტორიტარული მთავრობის გასაპროტესტებლად და რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ირანელი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბა. პოლიციამ განაცხადა, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იყო და აქციაზე დაახლოებით 380 სამართალდამცავი იყო მობილიზებული. საფრანგეთის კულტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შემდეგ ჯეკ ლენგმა არაბული სამყაროს ინსტიტუტის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ჯეფრი ეპშტეინის მასალების გამოქვეყნების შემდეგ, სადაც საუბარია ლენგის მჭიდრო კავშირზე ამერიკელ ფინანსისტთან. ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრაფიკინგის ბრალდებით დააკავეს, მან ციხეში თავი იმავე წელს მოიკლა. მის მიერ გამოქვეყნებული მასალების თანახმად გამოძიება საფრანგეთის კულტურის ყოფილ მინისტრთან ერთად მისი შვილის წინააღმდეგაც დაიწყო. იაპონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7-ზე გაიხსნა და საღამოს 8-ზე დაიხურება. გამოკითხვის მიხედვით, ქვედა პალატაში არსებული 465 ადგილიდან 300-ზე მეტის მოპოვების შანსი იაპონიის პრემიერ-მინისტრის კონსერვატიულ კოალიციას აქვს. ამასთან ვარაუდობენ, რომ ძლიერი თოვლი გავლენას მოახდენს ამ უმრჩეველთა აქტივობაზე. იაპონიის პრემიერმა, რომელიც ამ თანამდებობას გასული წლის 21 ოქტომბრიდან იკავებს, განაცხადა, რომ თუ პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ის თანამდებობას დატოვებს. იტალიაში კოგნეში მდებარე ლილაზის ყინულოვან ჩანჩქერში ჩავარდნილი ალპინისტის ცხედარი იპოვეს ინფორმაციას ადგილობრივი ალპური სამაშველო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით ალპინისტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომელიც ჩანჩქერის შუა მონაკვეთში ყინულში ჩავარდა და გაიჭედა. შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11,000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 1 ადამიანი დაიღუპა პორტუგალიაში. კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა. ისევ საქართველოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა. მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას, რეალიზაციას და მის ხელშეწყობას ედავებიან. ბრალდებულები საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, მეთადონი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კახეთის პოლიციამ კი მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები. ხის მორები კი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს. ფიცის დადებამდე მათ ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების ფარგლებში პირველადი სამედიცინო დახმარება და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ტოპოგრაფია, კავშირგაბმულობა და საცეცხლე მომზადება. დღეიდან კი ისინი ტერიტორიული პრინციპით განაწილდებიან სენაკის მეორე ქვეით ბრიგადასა და ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში. თითოეულმა ჩვენგანმა მიიღო ძალიან დიდი გამოცდილება სამხედრო თვალსაზრისით. მინდა მადლობა გადაუხადო თავდაცვის სამინისტროს, ყველანაირი რესურსი ჩადეს იმისთვის, რომ ჩვენი განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი და მე მინდა ასევე ის, რომ თითოეულ ახალგაზრდას მოუწოდო იმისკენ, რომ გაირიცხონ თავდაცვის ძალების რიგებში, მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური და ამით ხელი შეუწყონ ქვეყნის განვითარებას. ვიცი დადო ჩემმა შვილმა გიორგი მედონიძემ თითოეულ ქართველს მოუწოდებ, რომ აუცილებლად ეს საპატიო მოწოდება, რასაც ქართველი კაცი ყოველთვის ემსახურებოდა სამშობლოს, ალბათ კი არა ყველა ქართველის ვალია. დღეს საქართველოს დავითობას აღნიშნავს 8 თებერვალი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარზე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. მონარქი, რომელიც მე-11 საუკუნის ბოლოს გამეფდა და რომელმაც ქვეყანა გააერთიანა, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ოქროს ხანას და ეკლესიის ავტორიტეტი აღადგინა. დავით აღმაშენებელმა შექმნა არა მხოლოდ ძლიერი ჯარი, არამედ კელათის აკადემიის სახით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი საგანმანათლებლო ცენტრი. საკუთარი ანდერძის თანახმად მეფე გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. საქართველოს ულოცავ დავითობის დღესასწაულს. დავით აღმაშენებელი იყო საქართველოს მეფე, რომელიც 1099 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წლის განმავლობაში საქართველოს აღმაშენებლობაზე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ზრუნავდა. და ის იყო ყველაზე ძლიერი მეფე საქართველოს ისტორიაში. ულოცავ საქართველოს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეეწიოს დავით აღმაშენებლის ლოცვა დღევანდელ საქართველოს. დღეს დავითობას ულოცავ ყველა დავითს და ყველა ქართველს და ყველა მართლმადიდებლს. მინდა რომ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას მიულოცო დღევანდელი დღე. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან დღეს აღნიშნავთ ჩვენი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღეს არის მისი გარდაცვალების დღე. ჩვენ ვიცით რომ ალბათ არ არსებობს მეფე, რომელიმე ერის ისტორიაში, რომელსაც ისეთი ღრმა კვალი დაეტოვებინოს ერის სულიერ საგანძურში, ერის ასე ვთქვათ სულში, როგორც დავით აღმაშენებელმა გააკეთა ეს თავისი შეუდრეკელობით, თავისი მოთმინებით და თავისი სიყვარულით თავისი ერის მიმართ. ჩვენ ვიცით რომ მან გააერთიანა საქართველო. პირდაპირ ეთერში ბრუნდებით 6-ზე, მანამდე კი ყველა მნიშვნელოვან სიახლეს გაიცანით ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდით rustavi2-ის Facebook გვერდზე. დროებით.